კონტენტის ტიპი იყო ჩაშლილი ისევ და ისევ ჩვენ საყვარელ ფანელად. ჩვენი საყვარელი ფანელი როგორც არის cold traffic-ი, warm-ი და hot traffic-ი, სადაც სხვადასხვა ტიპის კონტენტი ნაწილდება ამა და სხვადასხვა ტიპის აუდიტორიაზე. ეს აუდიტორიები, რა თქმა უნდა, media buying-ით იყო მოზიდული, ანუ ფასიანი რეკლამით. პირველი ფასიანი რეკლამა გაშვებული იქნებოდა ამ შემთხვევაში ტრაფიკზე, სადაც ზოგადად საუბრობდით, რატომ უნდა იყიდო მანქანა საქართველოსდან ამერიკაში ჩვენი დახმარებით. მერე post engagement კამპანია, სადაც, რეკლამაზე უშვებდით ჩვენს არსებულ კონტენტს, რომელიც ორგანულად იყო გაშვებული, პლუს გვინდოდა რომ ლაიქები, კომენტარები და engagement-ი მომატებოდა და არსებული cold traffic-ი, რომელიც შემოვიდა ზედა კამპანიიდან, უფრო ესე ვთქვათ, სიღრმისეულად მიგვეწოდა მათთვის ესე ინფორმაცია თუ რას ვაკეთებ და მაგალითად step by step პროცესი ჩავშალეთ თუ როგორ ჩამოყავს A პუნქტიდან B პუნქტამდე კონკრეტული ესე ვთქვათ მანქანა და საბოლოო ჯამში messaging კამპანია, სადაც retargeting-ული რეკლამა იშვებოდა, პლუს ამას ABO იშვებოდა და ამასთან ერთად იშვებოდა AA+-ი, სადაც არის advantage კამპანია, რომელიც ავტომატურად ეძებს მსგავს ტიპის მოხმარებელს, რასაც ჩვენ პიქსელს ვასწავლით. შესაბამისად, აქ უკვე საუბრობდით ძალიან მარტივად და ღიად თუ რა მოხდა მაგალითად ჩვენ მოხმარებელს რა გადახდა ჩვენთან ერთად 20 კვირაში და რა მანქანა ჩამოუყარეთ და რაც მთავარია არის call to action უნდა იყოს აქ ძალიან მაგრამ აუცილებელი არის რომ მომხმარებელს უბიძგო რომ შენთან შეიძინოს რაღაცა პროდუქცია, იმიტომ რომ მომხმარებელი არის ძალიან პასიური სოციალურ მედიაში. შესაბამისად შეუძლია რომ გამოიყენოთ ესე, რომ ხვალიდან ისე ვიწყებთ ახალი პარტიების ჩამოყვანას, რადგან ადგილები შეზღუდულია, ამ ეტაპზე გვაქვს 5 ადგილი დარჩენილი, მოგწერეთ და გავიაროთ დეტალურად ეს ყველაფერი. ეს არის მარტივი სტრუქტურა, ბევრად ძნელები არსებობს, ბევრად მეტი ფულის გაკეთებაც შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი success story არის და ესეც გვინდოდა რომ გაგვეზიარებინა ერკოდან, ასე რომ თუ რამე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ მოგწეროთ და გავიაროთ დეტალურად.